გადაადგილეთ კუთხის წვერო ისე, რომ მოათავსოთ A წერტილში. ეს მარტივი ჩანს. წერტილი ისე გადაადგილეთ, რომ ერთ-ერთმა სხივმა გაიაროს B წერტილში. მეორე სხივმა კი გაიაროს უსახელო შავ წერტილში ისე, რომ მართი კუთხე შეიქმნას. წვეროსთან მდებარე რკალის სიმბოლო გადაიქცევა მართი კუთხის სიმბოლოდ, როცა კუთხე მართი მიიღება. ეს ნიშნავს, რომ ეს მომრგვალებული რკალი გახდება კუთხური, როცა მართია. ეს. კარგი, მოდი ჯერ პირველი პუნქტი შევასრულოთ. A წერტილში უნდა გავატაროთ სათავე ამ კუთხის. უпроსტოდ წვერო ამ კუთხის. ეს არის A წერტილი, ამიტომ დავსვათ ასე. შემდეგ, ახლა წერტილი ისე გადავადგილოთ, რომ ერთ-ერთმა სხივმა გაიაროს B-ში. მოდი ეს წერტილი იყოს ეგ. გავატაროთ B-ში. აქ. შეგვიძლია ზედ არც დაგვემთხვა, თავარია B-ში გადიოდეს ეს ხაზი. ახლა როგორც ხედავთ, სხვათა შორის გვაქვს 180 გრადუსიანი კუთხე, იმიტომ რომ სწორი ხაზია უბრალოდ. და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს დარჩენილი წერტილი ისე უნდა გადავაადგილოთ, რომ ამ ორი წერტილიდან ერთ-ერთში გაიაროს და შეიქმნას მართი კუთხე. აქ თუ გავატარებთ, აშკარად მართი კუთხე არ იქნება, ნიშანიც არ არის, რომ მართია და თან მართლაც აშკარად არის მახვილი. ეს არის ნამდვილად მართი კუთხე და ნიშანიც გვაქვს. ეს არის მართი კუთხე, რადგან მისი ზომა უდრის ცოტა შედგენილი. არის 90 გრადუსი. აქ მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო, იქნებოდა ან ბლაგვი, ან მახვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს 90 გრადუსიანი კუთხე, ამიტომ ეს არის ნამდვილად მართი. ჩვენიერია. შემდეგი. მოცემული 3 შავი წერტილით შექმნით ბლაგვი კუთხე. კუთხის წვერო ისე გადაადგილეთ, რომ სწორ შავ წერტილს დაემთხვეს. სხივების ყვითელი წერტილები ისე გადაადგილეთ, რომ სხივებმა დანარჩენ ორ შავ წერტილზე გაიაროს. კარგი. ისე გვეუბნებიან, რომ ეს რკალი არის ის კუთხე, რაც გვაინტერესებს. ეხლა მოდი დავაკვირდეთ, გვაქვს 3 წერტილი და გვინდა ბლაგვი კუთხე. ბლაგვი კუთხე ნიშნავს, რომ უნდა იყოს მართზე უფრო დიდი. ამ წერტილს თუ დავამთხვიეთ მაგალითად. ამ წერტილს განვიხილავ და იგივე არის ამ წერტილის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ეს ორი წერტილი ერთმანეთს პრინციპში გავს, თავიანთი მდებარეობით დანარჩენი წერტილების მიმართ. მოკლედ, თუ ისე მოვიქეცით, რომ წვერო დავამთხვიეთ ამ წერტილს, მაშინ ერთი წერტილი თუ გაივლის აქ, უпроსტოდ ერთი სხივი თუ გაივლის აქ და მეორე აქ, მივიღებთ მახვილ კუთხეს. ზუსტად იგივე მოხდება, თუ ამ წერტილს დავამთხვევთ აქ, ამ მაინც მოდი გაჩვენებთ. იგივე მოხდება, თუ მაგ წერტილს დავამთხვევთ ყველა გავაკეთე. თუ ამ წერტილს დავამთხვევთ აქ, ამას. ისე მივიღებთ მახვილ კუთხეს. ამიტომ ერთადერთი სწორი ვარიანტი ჩანს, რომ ავიღოთ და ეს წერტილი, ცოტა რთული ამათი მანიპულირება მივუჩვეველი ვარ. ეს წერტილი დავამთხვევთ ამ შუა შავ წერტილს, მაშინ ერთი სხივი თუ გაივლის აქ და მეორე სხივი თუ გაივლის აქ, გამოგვია საკმაოდ დიდი, ბლაგვი კუთხე. და ეს კუთხე ბლაგვია, რადგან მისი ზომა არის მეტი 90 გრადუსზე. ჩვენიერი. კიდევ ერთი. ახლა უნდა შევქმნათ მართი კუთხე. ერთი, ეს წვერო უნდა გადავადგილოთ ისე, რომ დაემთხვეს სწორ შავ წერტილს. სწორში იგულისხმება ის, რომ ამ სამიდან მხოლოდ ერთ-ერთ წერტილზე თუ დავამთხვიეთ ეს წვერო, მაგ შემთხვევაში მივიღებთ მართ კუთხეს. და დანარჩენი ორით ისევ და ისე უნდა გავატაროთ სხივები დანარჩენ წერტილებზე. მოდი ვნახოთ ამ წერტილზე რომ ამ წერტილზე იყოს რა მოხდება თუ დავამთხვიეთ. ერთი თუ გაივლის აქ და მეორე თუ გაივლის აქ, როგორც ხედავთ, მახვილ კუთხეს მივიღებთ. ჩვენ გვინდა მართი. მოდი შევცვალოთ მაშინ და წვერო დავამთხვიოთ ამ წერტილს. ამ შემთხვევაში მე მგონი უნდა იმუშაოს. აქ გადის ერთი, აქ გადის მეორე და კუთხეც გვიჩვენებს რომ არის მართი. პასუხგაუცემელი ნაწილები დარჩა. მართალია. ქვემოთ უნდა მიგვეთითებინა. ეს არის მართი კუთხე, რადგან მისი ზომა არის 90 გრადუსი. ტოლია რომ ყოფილიყო უფრო გრამატიკულად სწორი იქნებოდა, მაგრამ არ აუშავს. ესეც ასე.